აი აქ იყო საუბარი, რომ ჩვენ სხვანაირ აღქმებს ვართ მიჩვეული დიდი სახელმწიფოებისგან და რომ მოსკოვიდან ვიღებდით კონკრეტულ დირექტივას და ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხებოდა და იგივე აღქმებზე დღეს ისევ იქიდან გვეთამაშებიან, როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი რაღაცა საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გვაწოდებენ, ეს არის ანტიევროპული ომი, რომელსაც ქვეყანაში აწარმოებენ, საინფორმაციო ომი, რომელსაც პირდაპირ აქვს ზემოქმედება ჩვენს ფსიქოლოგიაზე, ჩვენ ძველ ტრამვებს გვიცოცხლებენ, ჩვენ ძველ ჭრილობებს გვიხსნიან იმისთვის, რომ ხელახლა მოგვაქციონ იზოლაციაში. ერთი მარტივი საკითხია, როდესაც შენ ხდები რომელიღაცა კავშირის წევრი, შენ თმობ, მაგრამ სანაცვლოდ ისიც თმობს. და წარმოიდგინეთ, რამხელა ფუფუნება არის საქართველოსთვის, რომ რამდენი ერია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნია და ჩვენ ასეთ უმნიშვნელოვანეს ადგილას, ამდენად მცირერიცხოვანი ერი და ჩვენ სასარგებლოდ თმობს ამხელა ევროკავშირი, ამხელა ცივილური განვითარებული სახელმწიფოთა თანამეგობრობა. ისიც თმობს ჩვენ ნაცვლად და ჩვენც თმობთ მის წინაშე და ეს არის სწორედ საფუძველი ჩვენი გაერთიანების. ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი სამუშაო, ეს არის ჩვენთვის გაკეთებული საქმე, როგორც მიგრაციის სფეროში, როგორც მობილურობის სფეროში, ზუსტად ასევე სამართლებრივ სფეროში. სანამ გადავალ მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციაზე, გეტყვით, რომ რამდენჯერმე გითხრა ევროკომისარმა, მაშინ ბორელი იყო, რომ მიხედეთ სასამართლო სფეროს. მიხედეთ სასამართლო სფეროს. ევროკავშირი თქვენგან ამას ითხოვს, რომ თქვენ მიხედეთ და ჩვენთან აღქმა იყო, რომ თითქოს ამას ჩვენგან ითხოვენ. დღეს ყველა ხედავს. ყველა ოჯახი ხედავს საქართველოში, რამდენად მისახედია სასამართლო სფერო. ეს ყველას შეგვეხო. ყველა დაჯარიმდა, ყველას მიწვდა უსამართლობა, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენგან ამას ითხოვდა ევროკომისარი. სინამდვილეში ჩვენ დღეს აი ესე მუშაობს ეს. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ამას ჩვენგან კი არ ითხოვენ, ჩვენთვის ითხოვენ და ეს ასე გაგრძელდება. ზუსტად იგივე ჩვენ გამოვიარეთ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, როდესაც მე ჩემ მეგობრებთან ერთად ვიდექი მაღლივ კორპუსში, მაშინ სტუდენტი ვიყავი და ერთ-ერთ ჩემ მეგობარს ვუთხარი, წამოდი წავიდეთ ევროპაში და მოვინახულოთ ევროპა. ეს იყო 2000-იანი წლების დასაწყისი. სანამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ ჩაერთო, ჩვენ ვიზა ვერ მოვიპოვეთ. დღეს ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა წავიდეს, ისწავლოს და გააკეთოს. რა არის სავიზო რეჟიმი? გარდა იმისა, რომ ამას უძღოდა წინ უდიდესი სამუშაო, დაწყებული რეადმისიის ხელშეკრულებებით, მიგრაციის პოლიტიკის რეგულირებით, ბაზების გაერთიანებით და ასე შემდეგ და საჯარო სექტორმა ამაზე გაწია ძალიან დიდი სამუშაო. ამავე დროს ეს იყო ოჯახებში საკუთარი მშობლების დაბრუნება. ქალები, რომლებიც მიდიოდნენ უცხოეთში და მუშაობდნენ, ისინი ვერ ბრუნდებოდნენ საკუთარ ოჯახებში. მათ არ ქონდათ წვდომა უკან და შვილებს არ ქონდათ წვდომა თავიანთ მშობლებთან. და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა დაიწყო დელისის მეტროსთან პატარა ემელის ყოლოფების გაყიდვით. როდესაც ქალბატონები იდგნენ მთელი ღამე ჩაბნელებულ თბილისში და ყიდდნენ ემელის ყუთებს დევნილები, რომ ოჯახში მიეტანათ სარჩო. ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო 9 აპრილის ღამეს, როდესაც ჯოხით ურტყავს ტანკს და დღეს ჩვენ ვართ ფაქტიურად შემდგარი სახელმწიფო, რომელზეც არის გაწეული უზარმაზარი შრომა, რომელზეც გაწეული არის უზარმაზარი ტკივილი, მსხვერპლი და ამის შეტრიალების მცდელობა უკან ეს არის არათუ დაუჯერებელი, ეს არის წარმოუდგენელი. ამისთვის კითხვის ნიშნის დასხმა დღეს, რომ შვილი ისე ვეღარ დაუკავშირდება დედას, ან დედა ვეღარ დაუკავშირდება შვილს ცივილურ სამყაროში და ჩვენ მოგვაქცევენ გალიაში, ისევ გალიაში სტუდენტებს, ავადმყოფებს, რომელსაც ჭირდება ევროპული დახმარება, თანამედროვეობასთან ყოფნა, მოგვაშორებენ ადამიანობის იმ სტანდარტს, რომელსაც 35 წელიწადია, რომლისთვისაც ვიბრძვით, ეს არის უბრალოდ
ეს დანაშა არა თუ დანაშაული ეს ისტორიის შებრუნების მცდელობაა. ამიტომ მე ამას ვერ ვუშვებ. მე ამას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება საქართველოს დარჩეს საქართველოს და კავშირი ევროპასთან რაიმე ფორმით მაინც შეილახოს. რაიმე ფორმით მაინც შეჩერდეს. ეს არის ისტორიის შემოbrunება, რაც აუცილებლად წარუმატებლად დასრულდება იმისთვის, ვინც ამას ცდილობს.